ვლადიმირ პუტინი დასავლეთის დაზვერვის შეფასებით მზად არის გააგრძელოს ომი დონბასის სრულად დაპყრობამდე 2027 წლის შემოდგომამდე. და მხოლოდ მაშინ შეიძლება გაჩნდეს რეალური შესაძლებლობა მოლაპარაკებებისთვის. ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრემლი ვერ შეძლებს სრული კონტროლის დამყარებას მთელი დონეცკის ოლქზე. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამჟამად კრემლში ითვლიან ყველა რესურსსა და მიდგომას ომის კიდევ ერთი წლით გასაგრძელებლად. ხოლო ევროპაში განსაზღვრავენ, ვინ იქნება მათი მხრიდან მომავალი მოლაპარაკებების წამყვანი, როცა ამას ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან. ამავდროულად, New York Post-მა გაამჟღავნა პუტინის ამ გეგმების კონკრეტული ფასი. ივლისი რუსეთისთვის ომის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან თვედ იქცა. მხოლოდ ერთ თვეში ბრძოლის ველზე თითქმის 53,000 მოკლული და დაჭრილი რუსი. წინაღამეს კი შეგახსენებთ, მოსკოვსა და მის ოლქში 600 უპილოტო აპარატი გაუშვეს. ხოლო რუსეთში ყველაზე დიდი ვაილბერის საწყობი მოსკოვთან ახლოს დაიწვა. მოკლედ, მოდით ამ გამოშვებაში ერთად განვიხილოთ კრემლის გეგმები ომის გაგრძელებაზე. რა დგას ამ ყველაფრის უკან, როგორ რეაგირებს ევროპა და გაუძლებს თუ არა პუტინი ომს კიდევ ერთ წელზე მეთხას. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით დავიწყოთ. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი. ჩვენ მივიწევთ 300,000 გამომწერისკენ. ამიტომ მადლობელი ვიქნებით თითოეული თქვენი გამოწერისთვის. როგორც დღეს წერს New York Times-ი, ზოგიერთი დასავლელი ჩინოვნიკი მიიჩნევს, რომ შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ ვლადიმირ პუტინი მაინც გამოაცხადებს ახალ მობილიზაციას. შესაძლოა ეს იყოს ჰიბრიდული, შესაძლოა გაძლიერდეს რეკრუტირება, მაგრამ ფაქტია, რომ კრემლი ახალ ივანებს შეაგროვებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის, ეს უკვე ფაქტია. სხვაები შიშობენ, რომ კუთხეში მიმწყდეული რუსეთის პრეზიდენტი შეიძლება წავიდეს ესკალაციაზე ნატოსთან და ჰიბრიდულ თავდასხმებზე ევროპაში, რათა გაყოფოს ალიანსი. გამოცემის წყაროები ხაზს უსვამენ, რომ მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებები უფრო სავარაუდო გახდება იმ შემთხვევაში, თუ კრემლის მიზანი დონეცკის ოლქზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ ვერ შესრულდება. ამ დროისთვის, ანუ 2027 წლის შემოდგომისთვის. ამ ფონზე საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ცდილობენ ევროპის მონაწილეობა უზრუნველყონ მომავალ მოლაპარაკებებში უკრაინის საკითხზე. და ის სამი ოფიციალური პირის თქმით ამ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ ომის მოგვარება და მომავალში ურთიერთობები რუსეთთან რეგიონისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციაზე დაბრუნვა არ შეიძლება, რომელიც სულ უფრო არაპროგნოზირებადი ჩანს. ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია იმედოვნებენ, რომ გახდებიან ევროპის მთავარი მომლაპარაკებლები. ისინი წარმოადგენენ ამ ეგრეთ წოდებული მსურველთა კოალიციის ბირთვს, რომელიც მხარს უჭერს კიევს და უკვე ამუშავებენ ვარიანტებს უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის შესაძლო მოგვარების შემდეგ. ჩინოვნიკების თქმით, აუცილებელია პირველ რიგში კონსულტაციები პოლონეთთან, იტალიასთან და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან, ხოლო ევროკავშირი უნდა იყოს ინფორმირებული და მოგვიანებით უშუალოდ ჩართული იყოს ნებისმიერ მოლაპარაკების პროცესში რუსებთან. მაგრამ ამ ევროპულ ინიციატივას სერიოზული პრობლემა აქვს. ეს არის თავად დასავლეთის გახლეჩილობა. შესაძლოა ევროპის მონაწილეობა რთულდება თავად დასავლეთში არსებული უთანხმოებების გამო. რომ ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით რუსეთთან და უკრაინასთან მეზობელი, ესენია ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, უნგრეთი, ისინი თითქოს ბოლომდე არ ენდობიან გერმანიასა და საფრანგეთს მათი ინტერესების წარმოდგენის საკითხებში. ანუ ისინი ამბობენ, მოусმინეთ, კარგი არის სამი ქვეყანა, რატო უნდა საუბრობდნენ ისინი ყველას სახელით. და იცით, ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებებში დაინტერესების არარსეობის გათვალისწინებით, ევროპელები ჯერჯერობით სასურველს რეალობად ასარებენ. უკვე ბოდიშით 2 წელია ზუსტად ასე გეგმავენ, როგორ არ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები ვლადიმირ პუტინთან. მაგრამ ჯერ საჭიროა მასზე ზეწოლა მოახდინონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ მოლაპარაკებები. ერთ მომენტში ევროპა რა თქმა უნდა იყოს მოლაპარაკებებზე, რადგან მისი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა და ვაშინგტონი ამას აღარ განიხილავს როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესს. მაგრამ ჯერჯერობით ვლადიმირ პუტინი ხედავს უპირატესობას იმაში, რომ სცადოს დასავლეთის გახლეჩა და ევროპასთან ურთიერთობა აშეშკის მეშვეობით. ჯერჯერობით შანსები ცოტა არის. ამიტომ ევროპას კიდევ უფრო მეტად უნდა გააძლიეროს თავისი სუბიექტობა ამ მხრივ მოსკოვზე ზეწოლის თვალსაზრისით. ამასობაში კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ ვლადიმირ პუტინი გეგმავს დარჩენილი ძალების შეკრებას და ომის გაგრძელებას 2027 წლის შემოდგომამდე. ხოლო შემთხვევაში ასე ფიქრობენ ევროპელი ჩინოვნიკები. მაგრამ ომი ვლადიმირ პუტინისთვის სულ უფრო ძვირი ჯდება. უფრო სწორად არა პუტინისთვის, არამედ
რუსეთის საზოგადოებისთვის. პუტინს ეს არ ადარდებს. New York Post-ის მონაცემებით 2026 წლის ივლისში რუსეთის ჯარმა ბრძოლის ველზე დაკარგა 46860 ადამიანი. სიტყვა ადამიანი ბუჩქალებშია, მათ შორის მოკუულები და დაჭრილები. რატომ ბუჩქალებში? ხომ გესმით, რუსები და ადამიანი? აი ეს მაჩვენებელი თითქმის 43000 ყველაზე მაღალია 2025 წლის იანვრიდან და მეოთხე ყველაზე სისხლიანი თვეა ომის დაწყებით. ომის სრულმასშტაბიანი ფაზის დაწყებიდან 2022 წელს ექსპერტების შეფასებით რუსეთის საერთო დანაკარგები 1,5 მილიონს უახლოვდება. ახალი რეკრუტების მოზიდვა სულ უფრო დიდ პრობლემად იქცევა პუტინისთვის. ჯარისკაცების ნაკლებობის პირობებში მას შეიძლება მალე მოუწიოს ან მშვიდობის მოლაპარაკებების დაწყება, ან მობილიზაციის გამოცხადება. და შემდეგ მოვიყვან ციტატას New York Post-დან. ბოლო თვეებში ვლადიმირ პუტინი იმდენად სასოწარკვეთილი გახდა, რომ იძულებული გახდა თანამემამულეები ომში მოეტყუებინა ცრუ დაპირებებით 7 სამსახურის შესახებ უკანა ხაზზე, ან აფრიკელები მიეზიდა ანალოგიური მოტყუებით. ამავე დროს უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ დართქვემს რუსეთის ტერიტორიაზე, სიღრმეში. მაგალითად, 15 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფლამინგოს რაკეტები გაუშვეს რუსეთის სიღრმეში. დაარტყეს საავიაციო ბაზა სავასლეიკა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, რომელიც მდებარეობს კიევიდან 700 კილომეტრში. იქ შეგახსენებთ, ბაზირდება MiG-31-ის გამანადგურებლები, რომლებიც ატარებენ კინჯალის რაკეტებს. ასევე ფლამინგოს რაკეტამ დაარტყა სარაკეტო საკოსმოსო ცენტრს, პროგრესის სამარაში. როსკოსმოსის ერთ-ერთ მთავარ საწარმოს, რომელიც მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან 800 კილომეტრში, და აქ არის ერთი საჩვენებელი დეტალი. აი, სარაკეტო საკოსმოსო ცენტრი პროგრესი აწარმოებს სოიუზის რაკეტამატარებლებს, რომლებიც გამოიყენება რუსეთის თანამგზავრული დაჯგუფების განთავსებაში. რას ვეთ? ეს სწორედ ისაა, რაზეც ადრე საუბრობდი დამოშვებებში, რომ ის რუსეთს მისცემს საშუალებას მთელი უკრაინა დაარტყას დრონებით, ონლაინ მართვით. ფაქტობრივად ეს არის რუსული ანალოგი Starlink-ისა. გარდა ამისა, კიევმა დააზიანა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ვუსლუგაში, რომელიც ჩვენი საზღვრიდან 800 კილომეტრში დაიწყო. ხოლო უკვე 16 აგვისტოს ღამით მოსკოვის მერი ჩიოდა, რომ საღამოდან დილამდე მოსკოვის რეგიონისკენ ერთდროულად 600 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა. მათგან 201 უშუალოდ თავად რეგიონში განადგურდა. თავდასხმის შედეგად კალედინოში ვაილბერის ლოგისტიკური კომპლექსი მთლიანად დაიწვა. ეს არის ამ კომპანიის ყველაზე დიდი საწყობი მთელ რუსეთში, რომლის ფართობი 200,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტია. კიდევ ერთი ლოგისტიკური ცენტრი იწოდა დომოდედოვოში, მოსკოვის ოლქში. კერძოდ ხანძარი მოხდა საწყობ ნომერ 15-ში, ჩრდილოეთ დომოდედოვოს კომპლექსში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმო ლოგისტიკური ობიექტია რუსეთში. ეხა უფრო ფართო ანალიზი Forbes-ისგან საერთო დანაკარგებსა და რუსეთში მობილიზაციის შესახებ ხმებზე. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის შეფასებით, 1 ივლისის მდგომარეობით რუსეთის საერთო დანაკარგები საბრძოლო ველზე დაახლოებით 1,4 მილიონი სამხედრო მოსამსახურე. მხოლოდ 2026 წელს რუსული არმია საშუალო თვეში დაახლოებით 30,000 რუს ჯარისკაცს კარგავს. რუსი და უკრაინელი სამხედროების დანაკარგების თანაფარდობა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის შეფასებით დაახლოებით 8-დან 1-ზე. ამასთან ომის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ უზარმაზარი დანაკარგების მიუხედავად რუსეთმა ვერ შეძლო მნიშვნელოვანი ოპერატიული წარმატებების მიღწევა 2026 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევითი კამპანიების განმავლობაში. ბოლოს ვლადიმირ პუტინმა შეგახსენებთ ნაწილობრივი მობილიზაცია 2015 წლის სექტემბერში გამოაცხადა. ამის შემდეგ მოსკოვი ცდილობდა შეეოსოს სამხედროების საჭიროება მოხალისეების მეშვეობით, მაღალი ანაზღაურებითა და საგადასახადო შეღავათებით. მაგრამ დასავლური მედიის ცნობით, ბოლო დროს მოხალისეთა მიღებაც შენელდა. ამასთან ექსპერტები ხას უსვამენ, რომ რუსების დაღლილობა ომისგან საერთოდ არ ნიშნავს ავტომატურ მზადყოფნას, რომ იგივე რუსები გააპროტესტებენ პოლიტიკას, პუტინის. მარტის ლევადა ცენტრის გამოკითხვა მაჩვენა, რომ 77%-მა რუსებისა საჭიროდ მიიჩნია მშვიდობიანი მოლაპარაკებები უკრაინასთან. მაშინ როცა მხოლოდ 24% გამოთქვა მხარდაჭერა საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების მიმართ. მაგრამ ქუჩაში გასვლა და საკუთარი პოზიციის გამოხატვა რუსებს ეშინიათ.
67%-მა რუსებისა, რომ ყველა ქუჩაში გასულიყო და პუტინისგან ომის შეჩერება მოეთხოვა, ამას ეფექტი ექნებოდა. მაგრამ რუსები ამას არ აკეთებენ. რატომ შეიძლება კრემლს საერთოდ დასჭირდეს მობილიზაცია? თუ ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს მობილიზაციის ჩატარებას, ის ამას გააკეთებს იმიტომ, რომ ამაში უპირატესობას ხედავს ბრძოლის ველზე. მან არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკო სურს მთლიანად დაიკავოს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები. რუსეთის წინსვლა ამ რეგიონებში უკვე რამდენიმე წელია უკიდურესად ნელია და ძალიან ძვირი უჯდებათ. ამ დროის განმავლობაში ისინი იყენებდნენ ხორცაკეპის ტაქტიკას, ანუ ბრძოლაში იმდენი ცოცხალი ძალის შეყვანას, რამდენიც საჭიროა ამ მიზნების მისაღწევად. შესაძლოა კრემლი ფიქრობს, რომ მობილიზაცია საბოლოოდ დაეხმარება ამ ტერიტორიების დაპყრობაში. თუმცა ბრძოლის ველიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ამასთან ექსპერტები ზოგადად მიიჩნევენ, რომ თუნდაც მობილიზაციის ახალი ტალღა ნაკლებად შეცვლის ომის მიმდინარეობას. შედეგი: დასავლელი ოფიციალური პირები ახლა პროგნოზირებენ, რომ ვლადიმირ პუტინი მზად არის ომი კიდევ მინიმუმ 1 წლით გააგრძელოს. 2027 წლის შემოდგომამდე ის ან სამხედრო წარმატებაზე იმედოვნებს, ან უკვე ახალ მობილიზაციაზე დუმის არჩევნების შემდეგ. შეშლილი დიქტატორის ვლადიმირ პუტინის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მას მაინც შეუძლია მთელი დონბასის დაპყრობა და ამის გამარჯვებად გამოცხადება. მაგრამ პარალელურად უკრაინა არა მხოლოდ იცავს თავს, არამედ თავადაც ზრდის ზეწოლას. უკრაინის სამხრეთში ტერიტორიული მიღწევებიდან დაწყებული და ომის განმავლობაში ფლამინგოს ყველაზე ღრმა დარტყმებით, ასევე მასიური ღამის დრონული თავდასხმებით, მაგალითად რეგიონზე. კითხვა, რომელიც აშკარად თავად ევროპასაც აინტერესებს. რაც ჩანს მისი მცდელობებიდან მოიპოვოს ადგილი მომავალი მოლაპარაკებების მაგიდასთან. და ვინ იქნება პირველი, ვინც ვერ გაუძლებს და იმ მოლაპარაკებების ფანჯარას მიადგება 2027 წლის შემოდგომაზე. მაგრამ შემაშფოთებელი აზრი ისაა, რომ ხედავთ, დიპლომატიისთვის ახალი ფანჯარა ისევ წელიწადზე მეტით გადაიწევს წინ. აქ სამწერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწევეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაპოთ ზარზე და არ დაგაუწყდეთ ლაიკის დაჭერა. ეს იყო სულ. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.